ქართული სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა რუსთავის სპორტის სასახლემ. კალათბურთელებს გულშემატკივარი სასახლესთან ოვაციითა და წითელი ხალითში დახვდა. მატჩი ლეგიონერების გამარჯვებით 130-148 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშე მაირინ ტომასი, სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული დიჯეი დევისი, ჩატენების კონკურსის გამარჯვებული კი ლუკა ხარაბაძე გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. რუსთავის მერმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას რუსთაველების სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა. დღევანდელი დღე იყო ზეიმის სპორტული, რომელიც არის ახალი შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე ახალი ინფრასტრუქტურა გვაქვს. სპორტის კუთხით პრემიერის მხარდაჭერით დღეს რუსთავში განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს სპორტს და ძალიან ვცდილობთ, რომ მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებები იყოს ჩვენს ქალაქში, რაც შეიძლება მეტი. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს All-Star Weekend-ი რო ითქვიან. ყოველთვის რაღაც პოზიტიურ განწყობასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება რუსთავს, როგორც ყოველთვის ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია კალათბურთში და ეს ეტყობოდა კიდეს თითქმის მთელი დარბაზი შეივსო და რაღაც პოზიტიური განწყობა შექმნეს და ყოველთვის ეს იახო.